ღვთისმშობლის შობის ტაძარში ახლა ღვთისმსახურება შეჩერებულია და აქ საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძეგლი მთლიანად რკინის კონსტრუქციით არის გარშემორტყმული. დროებითი გადახურვის სამუშაოები ახლა უკვე გუმბათზეც დაიწყო. მას შემდეგ რაც ტაძარი ერთიანი გადახურვის ქვეშ მოექცევა, დაიწყება დროებითი თუნუქისა და მოჭიქული კრამიტის მოხსნა. ჩვენ განვაახლეთ ერთიანობითი გადახურვის სტრუქტურის სამუშაოები. დღესდღეობით გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ გუმბათის ერთიან დროებით გადახურვაზე და ჩვენ გუმბათს მოვაქცევთ სტრუქტურაში, რომლის შემდეგაც მთელი ეს, რასაც ვხედავთ, პირველი ფაზის დროს განხორციელებული სამუშაოები და შემდგომ გადახურული სტრუქტურა გუმბათის ერთიანად მისი ვერტიკალები შეიფუთება იგივე მაღალტექნოლოგიური მატერიით, რომელთაც გადახურულია დღეს მოზაიკა უსაფრთხოდ არის და მოზაიკაზე მივახცევთ იმას, რომ პირველადი დიდებულებით ვიხილოთ ის საბოლოოდ დასრულდება მისი კონსერვაცია. რკინის კონსტრუქციებია ტაძრის შიგნითაც, სადაც ფრესკებისა და ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მუშავდება საუკუნოვანი ფრესკები. მასზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მუშაობენ. მათ შორის არის მოზაიკის რესტავრატორი, იტალიელი რობერტო ნარდი. ღვთისმშობლის მოზაიკა დაზიანებულია. დიდი შანსია რომ ჩამოვარდეს. ერთი წლის წინ ჩვენ გვთხოვეს გვემუშავა კონსერვაციის პროექტზე. ამჟამად 25 სპეციალისტია ჩართული და ერთობლივად ვმუშაობთ. როგორ გადავარჩინოთ უნიკალური მოზაიკა, გეგმა უკვე შევიმუშავეთ. ბევრი მუშაობაა საჭირო რომ ის გადავარჩინოთ. მოზაიკა დიდია და სავარაუდოდ 4.5 წელი გაგრძელდება მთელი ეს სამუშაოები. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ტაძართან ახლოს მოწყობილია სპეციალური ლაბორატორიაც, სადაც იმ ნივთიერებებს სწავლობენ და იკვლევენ, რომელთაც საუკუნოვანი ფრესკები დააზიანეს. აქ ქართველებთან ერთად მუშაობენ უცხოელი სპეციალისტებიც. უნიკალური ფრესკები მარილებმა დააზიანა, მაშინ როცა ტაძარში წყალი ჩავიდა. უნდა ვიცოდეთ, სად არის გავრცელების წერტილები. ამ ლაბორატორიაში მარილის ქიმიურ შემადგენლობას ვიკვლევთ. გაგვიმართლა და უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიპოვეთ. უკვე დავადგინეთ, საიდან გაჩნდა მარილის კრისტალები და შევძლებთ მას ვებრძოლოთ. უკვე რამდენიმე წელია გელათის აღდგენა კონსერვაციის სამუშაოებზე პასუხისმგებლობა საპატრიარქომ აიღო. შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტიც, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის საქმეში ჩაერთო საზოგადოება ივერიისა, რომელიც მიმდინარე სამუშაოების პროცესში საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს. საზოგადოება ივერიისას დაფინანსებით ფრანგმა არქიტექტორმა შეიმუშავა გელათის განაშენიანების გენერალური გეგმა. სამომავლოდ ისტორიული ძეგლი უნდა გახდეს ხიდი შუა საუკუნეებსა და თანამედროვეობას შორის და დაიბრუნოს ძველი ფუნქცია. ეს ალბათ ყველა ჩვენთაგანი სურვილია, რომ რაღაცა ფორმა მოვუწებდოთ ისეთი, რომ მე-12 საუკუნეს დავითის იდეა ცოდნის, რწმენის და განათლების ერთად ყოფნის მოდელი მოიძებნოს და ვფიქრობ, რომ აკადემია არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც სწორედ უნდა შევეცადოთ 21 საუკუნის მოდელი მოვუწებნოთ. გარკვეულწილად ალბათ ხიდია წარსულს თანამედროვეობასა და მომავალს შორის. ალბათ კონსერვაცია, რესტავრაციის, კვლევის პროცესები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში გელათი იქნება ისევ ძალიან აქტიური ცენტრი. ძველი დიდებულებით საზოგადოება შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რამდენიმე წელიწადში ნახავს. არის კონცეფცია, რომელსაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ამზადებს საზოგადოება ივერსისთან ერთად გელათის აკადემიის შენობაში. შენობა, რომელიც ალბათ მოგეხსენებათ, წლებია არის ცარიელი სივრცე, გვინდა რომ მოვაწყოთ თანამედროვე ხედვით. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.